სასწავლო თავგადასავალი იწყება. გამარჯობა ბავშვებო. როგორ მომენატრეთ? დღეს ხილი და ბოსტნეული გამოვიცნოთ. მაიმუნების საყვარელი ხილია. ყვითელია და ძალიან ტკბილი. ბანანი! მგზად კიდევ ერთი ხილი მაქვს გამოიცნობთ? წითელია და გემრიელია. ვაშლი! აბა ამ ხილს რა ქვია? წითელია, პაწაწინა წინწკლებით. მარწვი! აბა ამას თუ გამოიცნობთ, ყავისფერია გარედან და მწვანეა შიგნით, პაწაწინა თესლებით. კივი! შემდეგი ხილის დროა. მრგვალია, მზისფერი და წვენშიც ძალიან გემრიელი. პორტოხალი! ბავშვებო, რთველში ყოფილ ხართ? ეს ხილი პატარაა, მტევნებად იკვრება და ძალიან ტკბილია. ყურძენი! დია, მწვანეა და შიგნით წითელი. როგორ ფიქრობთ, რა ხილია? საზამთრო. შემდეგი ხილის დროა. ეს ხილი დათუნიასაც ძალიან უყვარს. მსხალი! ჩაის დალევა როგორ მომინდა. ეს ხილი მზესავით ყვითელია. როგორი მჟავე. გამოიცანით? ლიმონი. ჯუჯკზე ამოდის. პაწაწინაა და ბევრი ბურთულები აქვს ერთად. ჟოლო! უგემრიელესი ხილის დრო მოვიდა. სპანჯბობის სახლი ვის ახსოვს? ეს არის ანანასი. ამ ხილს ბუსუსები აქვს. რბილი ქერქი აქვს და ოდნავ ვარდისფერია. ატამი! ეს ხილი განსაკუთრებით მიყვარს. პატარაა, ლურჯი, მრგვალი და ბუჩქზე იზრდება. მოცვი! როგორი ლამაზია. ფერი უჩვეულო აქვს, პატარა შავი წერტილებია. პიტაია! ამ ხილის რძეც რა გემრიელია. გარედან მყარი და ყავისფერია, შიგნით კი თეთრი და გემრიელი. ქოქოსი! შემდეგ ხილზე გადავიდეთ. ყვითელია და გემრიელად წვნიანია შიგნით. მანგო! აბა ამას თუ გამოიცნობთ, ნარინჯისფერია და შიგნით ბევრი შავი თესლი აქვს. პაპაია! ნეტა, ეს ხილი თუ გიყვართ, იისფერია გარედან და შიგნით ბევრი პატარა თესლი აქვს. ლეხვი! შემდეგ ხილზე გადავიდეთ. იისფერია და ძალიან ტკბილია. ქლიავი! აბა ამას თუ გამოიცნობთ, დიდია, ტკბილი და ძალიან გემრიელი. ნესვი! ახალ წელს როგორ უხდება? პატარაა, სტაფილოსფერი და ნაჭრებად იშლება. მანდარინი! გავაგრძელოთ, ხო? ვარსკვლავის ფორმა აქვს და ტკბილია. ვარსკვლავური ხილი! მოდით კიდევ ერთი გამოვიცნოთ. პაწაწინაა და რამჟავე გემო აქვს. შტოში! შემდეგ ხილზე გადავიდეთ. ძალიან დიდ პორტოხალს გავს. პომელო! შემდეგი ხილი. წითელია და შიგნით სავსეა წვნიანი მარცვლებით. ბროწეული. შემდეგ ტოსტი უნდა მოვიმზადო. მწვანეა და დიდი ყავისფერი კურკა აქვს. ავოკადო! როგორ მიყვარს ამ ხილის კომპოტი. ნარინჯისფერია და ძალიან ტკბილი. გარგარი! კიდევ ერთი ხილი გამოვიცნოთ. წითელიც არსებობს, მწვანეც და ყვითელიც. ვაშლი! როგორი კარგი სურნელია. ეს ხილი მწვანეა და უმჟავესი. ლაიმი! ვაუ, რამდენი ხილი გამოვიცანით. მაგრამ იცით რა, ბაღში ბოსტნეულიც იზრდება. ახლა მათი გამოცნობის დროა. მზად ხართ? დავიწყოთ. აბა ვინ იცის ბაჭიას რა უყვარს? ნარინჯისფერია და მიწაში იზრდება. სტაფილო! როგორ ვახრამუნებ ხოლმე. მწვანეა და ცივ სალათებში უგემრიელესი. კიტრი! კიდე გამოვიცნოთ. სრულად იისფერია და კულინარებს ძალიან უყვართ. ბადრიჯანი!
როგორ მატირებს ხოლმე. მრგვალია, მიწაში იზრდება და ცოტათის მწარეა. ხახვი! ეს რა არის? მრგვალია, მწვანე და ბევრი ხრაშუნა ფურცელი აქვს. კომბოსტო! კიდევ ერთი ბოსტნეული გამოვიცნოთ. ხანდახან ყვავილსაც გავს. თადა! ბროკოლი! მოდით კიდევ ერთი გამოვიცნოთ. მიწაშია დამალული, მრგვალია და ყავისფერი. კარტოფილი! აბა ეს ვინ იცის? მიწაში იზრდება, ხრაშუნაა და ოდნავ მწარე. ბოლოკი! ტყეში იზრდება. ზოგს წითელი ქუდი აქვს და თეთრი კოპლები. სოკო! ეს ბოსტნეული ცოტათი კიტრს გავს. ყაბაყი! ის მიწაში იმალება და ისეთი ტკბილია, რომ დესერტით შეიძლება იყოს. ტკბილი კარტოფილი! ის მიწაშია დამალული. ზოგჯერ წითელია და ზოგჯერ იასამნისფერი. ჭარხალი! როგორი კარგი სურნელია! ის მიწაში იზრდება და ისეთი სურნელი აქვს. ჯინჯერი! რა გონიათ რა იმალება ამ ფოთლების ქვეშ? ის თეთრია, მსხვილი და ბროკოლის ბიძაშვილია. ყვავილოვანი კომბოსტო! რა სუნია! ეს ბოსტნეული მწარეა და მარცვლებად იშლება. ნიორი! ნახოთ, რას გვიმზადებს ბაღი დღეს. ის წვრილია, მწვანე და გაზაფხულზე იზრდება. სატაცური! ეს ბოსტნეული ძალიან ხრაშუნაა. თადა! წიწაკა! კიდე გამოვიცნოთ. პაწაწინაა, მრგვალი და მწვანე. ბარდა! კონკიას ეტლი გახსოვთ? რა ბოსტნეულად გადაიქცა? გოგრა! ვაუ, რა მაგრად ვითამაშეთ დღეს. ყველაფერი გამოვიცანით. ახლა დროა დავემშვიდობოთ. მალე გნახავთ. ბაი-ბაი! ბავშვებო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.